მოგესალმებით ფსიქოლოგია დაარსერხზე. დღეს როგორც იქნა ვაკეთებ გაშლას, აქამდე არ მქონდა დრო, ძალიან ისეთ ბევრ საქმეებში ვიყავი და ვერანაირად ვერ ჩავწერე ვერც ერთი გაშლა და დღეს როგორც იქნა გიწერთ გაშლას, რომელსაც ქვია შენი ფარული თაყვანის ძემელი. ვინ არის, ვისაც ფარულად უყვარ ხარ და შენ ამის შესახებ არ იცი, ხო? ნახოთ, ვინ არის ეს? როგორ მოიქცე ადამიანის მიმართ? რა რჩევა იქნება და ნახავთ თვითონ ამ ადამიანს, ასე რომ ვისაც გაინტერესებთ, მოისმინეთ თქვენთვის არის. კარგი, ესე დავდებ ახლა მე სამ პოზიციას. ასე ავირჩიე. მაჩვენეთ პირველი პოზიციის ფარული თაყვანის ძემელი. ის ადამიანი, ვისაც ძალიან მოსწონს პირველი პოზიცია, მაგრამ პირველმა პოზიციამ ამის შესახებ არ იცის. მეორე პოზიციის ფარული თაყვანის ძემელი მაჩვენეთ და მესამე პოზიციის თაყვანის ძემელი ფარული. ხო, აირჩიეთ თქვენი პოზიცია, ძალიან დიდხანაც მოიფიქრებთ, მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და ამით იხემძღვანებთ კატა სხვას წყალს. ბექგრაუნდზე პროგრამი. ხო, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს. ხოლო ვისაც არა, აირჩიეთ და დავიწყოთ. მე კი დავიწყებ. ასევე არ დაგვაწყდეს, რომ ეს არის ზოგადი საჯარო გაშლა, ხო, უფრო კონკრეტული ინფორმაციისთვის უკვე საჯარო ინდივიდუალური გაშლის გაკეთება. კარგი. ესე იგი, ეს არის იმ ადამიანის სიგნიფიკაცია, ვინც სინამდვილეში არის პირველი პოზიციის ფარული თაყვანის ძემელი, ვისაც ფარულად მოსწონ ხართ, აი თვითონ ეს ადამიანი ვაჩვენეთ. თუ არა საინტერესო. აქ ვიტყოდი ძალიან გაურკვეველი ადამიანი. აი რავი, აი როგორ აღწერო. ბევრი ფენები რო აქვს ადამიანს რა, ვერ ჩაწუდები ასეთ ადამიანს. ანუ არ იცი მისი ნამდვილი მე როგორია, თვითონ ეს ადამიანის სინამდვილეში როგორია და რამოდენიმე ფენა აქვს ამ ადამიანის მისი პიროვნულობის და პიროვნების ზოგადად, ხო? ჩემი გადამოდის ერთი წუთით. მოიცა. კადრში უნდა გამოჩნდეს სამნიშნელოვანი. გაიცი, ფია. ხო, და ამიტომ ასეთი პიროვნება არის აქ ჩვენთან მოსული სტუდიაში რო იტყვი. კარგი, ნახოთ. ახლა დავსვამ და დამატებით კითხვებს. კარგი. ეს თუ არა ეს პიროვნება ასეთი გაურკვეველია, კი, გაურკვეველი არის. თუ ხოთ შორის აქ არის ისიც, რომ საკმაოდ მისტიური პიროვნებათაც შესაძლოა იყოს ეს ადამიანი. ჯეროდეს მაგიის, ეზოთერიის ზოგადად და იმ მსგავსი რაღაცეების, ხო? ძალიან საინტერესო პიროვნება, მაგრამ ამავდროულად რაღაცნაირი ისეთი, აი, რომ ვერ გაარკვევ ვინ არის. და ზოგადად ეს პიროვნება მატყუარა? არ არის მატყუარა, მაგრამ ძალიან დახურულია, ანუ მასზე დახურულია ინფორმაცია. არავის არაფერს არ უყვება საკუთარ თავზე და ზოგადად ძალიან ისეთია ცივი კომუნიკაციაში, ხო, ვერაფერს ვერ გაარკვევ. მასზე, მის გრძნობებზე ძალიან ისეთია. კარგი, პიროვნება გასაგებია. ნახოთ ახლა ჩვენ დაგიწვას ხოლმე. ნახოთ ახლა ჩვენ როგორ გამოიყურება ეს პიროვნება, ეს მაინტერესებს. მისი გარეგნობა, ამ პიროვნების გარეგნობა გვაჩვენებს. აი, მე არ გაჩერდება. ამ პიროვნების გარეგნობა გვაჩვენებს, რომ ამღავამ კატა. არა, ეს არ არის სათამაშო. ამ პიროვნების გარეგნობა. გარეგნობას დანახეთ, ანუ გარეგნობა ძალიან მასკულინურია. მეფის ენერგია მოგვიდა, გარეგნობა ძალიან მასკულინური, აქ შესაძლოა იყოს კონტეს ასეთი წვერი, ხო? აქ ესეთი მამაკაცია, ვისაც აქვს აი მე რებს აკეთებს უბრალოდ არ მაცლის. იჯდა მანამდე მშვიდად, ახლა გაგიჟდა, ალბათ ამას მნიშვნელობა აქვს. ვნახეთ როგორ ფონში ვაკეთებ გაშლას.
როგორ ფონზე просто. ხო? ესე იგი, პიროვნება ეს საკმაოდ ისეთია მასკულინური, წვერიც შესაძლოა ჰქონდეს, იმიტომ რომ აქ ხო ხედავთ როგორი მამაკაცია, ხო? ასაკითაც შესაძლოა იყოს შესაფერისი ვიღაცასთან შეიძლება ასე იყოს, ვიღაცასთან შეიძლება ასაკი ხამთლად ასეთი არ ქონდეს, მაგრამ ისეთი იყოს ძლიერი აღნაგობის და ისეთი აი რომ შეხედავ და ეს ემოციები დაგებადება, რა ემოციებიც გვებადება, როდესაც ვუყურებთ მეფის არკანს, ხო, ეს სიძლიერის, საკუთარ თავში დარწმუნებულობის ცოტა ესეთი, რომ აი მე ასეთი მაგარი ვარ და რაღაცა, ხო, ასეთი შესაძლოა იყოს. Ну, პლუსში და იდეაში ისეთი მამაკაცი, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში, საკუთარ გარეგნობაში. მინუსში მამაკაცი, რომელიც აჩვენებს თავს ასეთად, მაგრამ შინაგანად არ არის. ხო, გარეგნულად შეიძლება პლეიბოი იყოს და რაღაც აუცრება იყოს და ისე იქცეოდეს, მაგრამ რეალურად ასეთი არ იყოს, ხო? აქ უკვე გაჩნდა. დიდი ალბათობა, რომ ასეც იყოს, იმიტომ რომ ისეთი პიროვნება გვყავს აქ, ვინც არ აჩვენებს სამყაროს, ვინ არის სინამდვილეში, ხო? და რაღაც ბევრ ნიღბებს ატარებს. ბევრ ამას არ ანდობს, არ უზიარებს სხვა ადამიანებს. აქ შესაძლოა უნდობლობაც იყოს, შიში იმისი რომ მოატყუებენ და ხო, აქ ესეთი ნიღაბი დიდი ალბათობით. მაგრამ გარეგნობით ძალიან ისეთი ბრუტალურია, სიმპათიურიც შეგვიძლია ვუწოდოთ, ძლიერი აღნაგობის, გარეგნობით საკმაოდ ასეთია, ხო? კარგი. რას გრძნობს ეს ფარული თაყვანისმცემელი პირველ პოზიციის მიმართ? როგორი ემოციები აქვს პირველი პოზიციის მიმართ პიროვნებას, ხო? რა ხდება აქ ვიღაცა ძალიან შეყვარებულია პირველ პოზიციას. ანუ ეს პიროვნება ძალიან შეყვარებულია თქვენზე. აქ უფრო როგორი ემოციებია, იცით? აი სიყვარულს კი არ ვამბობ, არამედ აი რაღაც აღტაცებული რო ხარ ადამიანით, შეპყრობილი რო ხარ მისი პიროვნებით, მისი გარეგნობით, რომ გიზიდავს ეს ადამიანი და აი სულ რომ ასე ფიქრობ, ოცნებობ. აი ეს ემოციები არის აქ ფიქრებთან ერთად, რომ აი ადამიანი დაეწება თქვენზე, ასე რომ ვთქვათ, თქვენს ენერგიაზე და უბრალოდ ჩახვეულად ფიქრობს თქვენზე. თქვენ მას ძალიან მოსწონხართ, გიყურებთ როგორც კვერთხების დედოფალს, ქალს, რომელიც ძალიან სექსუალურია, მიმზიდველია, მისტიურია, თავისუფალი, დამოუკიდებელია, თამამია, ამბიციურია, ძლიერია. Ну, ძალიან ისეთ ქალად გიყურებთ. და ძალიან მოსწონს ეს და ძალიან იზიდავს. ასე რომ მართლაც აქ არის რეალურად ისეთი ფარული თაყვანისმცემელი და მაინც მაინტერესებს. ხმლების დედოფალი გადმომი ვარ და არადა ვაპირებდი კითხვას, რომ თუ იცის მეთქი პირველმა პოზიციამ. კარგი. პირველმა პოზიციამ საერთოდ, წარმოდგენა აქვს ამ ადამიანზე, რომ აი არსებობს ასეთი ადამიანი, იცნობს ამ ადამიანს, ჯერ სიტყვით, იცნობთ ამ ადამიანს. ქურუმი ქალი. ბოლომდე რა თქმა უნდა არ იცნობთ, ხო? აქ უფრო ისეთია, რომ ქურუმი ქალს არავინ არ იცნობს ბოლომდე, მის უკან ქვეყანა საიდუმლოებია, ფარულია, ხო? მიუწვდომელი, ამიტომ არ მგონია რომ იცნობთ. ანუ ფიზიკურობის დონეზე, კაი, რაღაც ინფორმაციულად შეიძლება არ იცნობს, მაგრამ რეალურად იცნობს თუ არ იცნობს. იცნობს? არა. ну რანაირ ცნობაა ეს? თუ კიც იცნობს და კიც არა, რაღაც ასეთია? ხო, რაღაც ასეთი შესაძლოა იყოს. კარგი, რეალურ ცხოვრებაში ლაივში იცნობს ამ პიროვნებას? კი, იცნობთ. ანუ ამ პიროვნებას პირველი პოზიციიდან ბევრი იცნობს, მაგრამ იმას ცნობა არ ქვია, როგორც თქვენ იცნობთ მას, იმიტომ რომ რეალურად არ გაჩვენებთ ეს ადამიანი თავის რეალურ სახეს და ამიტომ ამოვიდა ქურუმი ქალი, რომ რეალურად მას თქვენ არ იცნობთ, როგორც ასეთი, მაგრამ აი პრაქტიკულ დონეზე, ხო, ყავთ შენახვედრი ან რაღაც. ასეთი არის. და ზოგადად პირველმა პოზიციამ იცის, რომ აი ეს პიროვნება ასეთ რაღაც განიცდის, ასეთ ემოციებს, ასეთ მიზიდულობებს მის მიმართ. არა, აქ ისეთი რაღაცა არის, თქვენ შესაძლოა არც კი ხართ დაკავებული ფიქრით ამ თემით. ну, არც კი ფიქრიათ ამაზე. აქ რაღაც სხვა საკითხები უფრო გაინტერესებთ, სხვა საკითხებზე ხართ გადართული და რაღაც ეს თემა გამოგეპარათ კი, შესაძლოა გამოგეპარათ კიდეც, ხო? რაღაც ისე ნაკლებად გაინტერესებთ ეს თემა.
და რეალურად ეს პიროვნება ისეთი ამ პიროვნებასთან აქვს რაღაც პერსპექტივები თვითონ პირველ პოზიციას. არა, აქ და ტოქსიკური სიტუაცია. ჯობია ფარულ თაყვანისცემლად დარჩეს. ანუ ჯობია ფარულ თაყვანისცემლად იყოს. კი, თქვენთვის ასე აჯობებს. თქვენთვის აჯობებს, რომ ეს ვიღაცა დარჩეს ასე ფარულ თაყვანისცემლად, იმიტომ რომ აქ დიდად რაღაც ჯანსაღურ ადეკვატურ ურთიერთობებს და სიტუაციებს ვერ შემოგთავაზებთ ეს მამაკაცი და აქ იგრძნობ კიდეც რაღაც თავშიც რომ ნახე ეს არკანი და მეორე კიდე მეფე და ეს ყველაფერი რაღაც ისეთი შეგრძნება, მაგრამ ცოტა ისეთია რა, აი რაღაც გაურკვეველ თამაშებს რო თამაშობს. რაღაც ასეთი ადამიანი, აი რაღაცებს რო როგორ თქვა, იტყუება მაიმუნობს რაღაცებს, აი რო ვსაუბრობდი ამ ადამიანზე, თვალ წინ დამიდგა ეს სერიალი რო არის Netflix-ის You, თუ იცით. ჯონი ქვია მგონი ბიჭს, არ მახსოვს მისი პერსონაჟის სახელი და გვარი, მაგრამ ნუ აი თვალ წინ მიდგას ეგ ბიჭი, ხო? ვისაც გაქვთ ნანახი სერიალი You, აი ეგ რაღაც ასეთი ტიპაშია, ვიღაცა ასეთი ტიპაშია. რაღაცებს რო სტალკერობს, აკეთებს, რო დაჭირდება თვითონ თამაშობს, რო თამაშობს ადამიანებთან და ვერ გაიგებ ვინ არის სინამდვილეში. ასე რომ რაღაც ასეთი რაღაც არის აქ და დიდად ეს პიროვნება არ არის ის ვინც ასე რომ თქვა საჭიროა თქვენთვის. ამიტომ ჯობს დარჩეს როგორც არის. ნუ რა უნდა იცოდეს ამ პიროვნების შესახებ პირველმა პოზიციამ თუ არის იქნება რაღაც ისეთი რაც უნდა იცოდეს. არ დაუთმოთ ამ პიროვნებას რაღაც განსაკუთრებული დრო და საერთოდ ჯამში აქ მამაკაცებზე გულისხმობთ, ხო? თუ ზოგადად, ხო, ზოგადად არ ეკონტაქტოთ ისეთ ადამიანებს და მათ შორის ასევე თქვენ სასიყვარულო სფეროსაც მოიცავს ეს თემა, რა თქმა უნდა, არ ეკონტაქტოთ ისეთ ადამიანებს, ვინც არ არის თქვენთან გულწრფელი და აი გარკვეული. გარკვეულში რაც გულისხმობ, რაღაც მისი განზრახვები რო არის თქვენთვის ნათელი, ხო? მაგალითად, ეს არის მიშა, არის ასეთი, ეძებს ამას და სავსებით გარკვეულია ეს ადამიანი თავის სურვილებში და რა უნდა და როგორ და რანაირად, ხო? და რაღაც ასეთი ბუნდოვნება და ქვეშ-ქვეშა სიტუაციები არ არის, ხო? ამიტომ იკონტაქტეთ აი ასეთ ადამიანებთან, ვისგანაც გაქვთ პასუხი კონკრეტული, რომ რა გინდა, რას ეძებ, მე რას ვეძებ, შენ რას ეძებ და ცოტა ისეთი რა, მიწაზე რო დგას, რეალისტი რო არის და რაღაც დამიწებული, სტაბილური ადამიანი როა, ხო? აი მიაქცეთ ყურადღება უფრო ასეთ ადამიანს და რაღაც ასეთ მოთამაშეებზე არ გაამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ იქ არის ყველაფერი ისეთი ბუნდოვანი და გაურკვეველი, რაც რა თქმა უნდა მოიტანს შესაბამის შედეგს. ასე რომ ეს უნდა იცოდეთ, არის ვიღაცა ასეთი, ასე რომ თქვა ჟარგონულად ბოდიშით ტიპი, ვისაც ძალიან მოსწონხართ, მაგრამ ეს ტიპი თქვენთვის არ არის. და ეს უბრალოდ ისეთი ინფორმაცია, ხო? ინფორმაციის დონეზე, რომ იცოდეთ ასეთი რაღაც, რომ არის ვიღაც ასეთი, ხო? ასე რომ თუ მოგივიდათ აზრად ვიღაც კონკრეტული, ხო თქვათ, კაი, იმიტომ რომ გეცოდინებათ და გაითვალისწინებთ იმ ადამიანთან, როგორ იმოქმედოთ, მაგრამ ზოგადად, აი ამ ადამიანს არ დაუთმოთ რაღაც განსაკუთრებული დრო და მისგან არ ელოდოთ რაღაც ადეკვატურს და სტაბილურს. ეს იყო პირველი პოზიცია, ვისაც მოგეწონათ გაშლა და ალაიქეთ და კომენტარეთ, გამოიწერეთ ჩემი არქივისაც არ გამოუწერია და გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე მსურველებს. მე კი დასტებს მოვამზადებ და გადავიდეთ მეორე პოზიციაზე. მივესალმები მეორე პოზიციას და ვნახოთ თქვენი საიდუმლო თაყვანისცემელი, მის სიგნიფიკაცია. გვაჩვენოთ, აქაც დახურული ადამიანია. ნუ გასაგებია ხა საიდუმლო თაყვანისცემლები რო არიან, რა თქმა უნდა, აქ იქნებიან ასეთი ტიპაჟები. ადამიანი, რომელიც დახურულია, აქ სტალკერს გავს. ვიღაცა სტალკერი. ხო, კარგი, გვაჩვენეთ ეს ადამიანი კიდევ. ხო, რაღაც 2-2, ხო, რაღაც ისეთი
რაც თავის სამყაროში ადამიანი, რომელიც საკმაოდ მშვიდად გრძნობს თავს, ისეთი მშვიდი, ძალიან ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს რელაქსური გარემო, რელაქსური, ასე ვთქვათ, სიტუაციები, არ უყვარს ეს მძიმე და გროზული ვითარებები, მოსწონს ეს რელაქსი, რაღაც ისეთი ძალიან chill ადამიანია. ძალიან ვიღაც ისეთი რელაქსური ადამიანი ყავს აქ. პიროვნება. კარგი, ვისაც მოსწონს სასიამოვნო საუბრები, სასიამოვნო დროს ტარება, საერთოდ დაისვენებს, აი არანაირი სტრესი, არანაირი დაძაბულობა, აი ვიღაცა ასეთი პიროვნება აქვს. კარგი, მისი გარეგნობა? და აქაც ორი. რაღაცნაირი ორნაირი ენერგიები აქვს ამ ადამიანს. ანუ კი, რელაქსია, მაგრამ მეორე მხრივ შესაძლოა დისბალანსიც იყოს მასში, რა თქმა უნდა. აქ გარეგნობა, აქ ძალიან ანდროგენული. ვიტყოდი, ფემინური ენერგიაც აქვს და მასკულინურიც. მიუხედავად ამისა, არის ძალიან მიმზიდველი და ესეთი სიმპათიური, იზიდავს თავის ენერგიით ადამიანებს მის მიმართ. ძალიან მიმზიდველი და ესეთი ლამაზიც კი შეგვიძლია ვუწოდოთ, ხო? ლამაზი აღნაგობით, ვიზუალურად ძალიან ისეთი ლამაზი, სიმპათიური, მიმზიდველი, მომხიბვლელი. ძალიან საინტერესოა და მას აქვს რაღაც ორი-ორი, ხო? ყველგან ორი-ორი ფიგურირებს, ორი-ორი ელემენტი. ეს შეიძლება იყოს ან მისი ჰოროსკოპის ნიშანი შეიცავდეს ორ ელემენტს, როგორიცაა სასწორი თევზები, ტყუპები, ან უბრალოდ მის ხასიათში იყოს ის, რომ ასეთიცაა, მაგრამ ისეთიცაა, ხო, რაღაც ურთიერთგამოფრიცხავი, ან გენდერი შესაძლოა გქონდეს, რაღაც ისეთ მასკულინურიც არის, მაგრამ ფემინურიც არის, ხო? ან მისი თვითი იდენტობა გენდერთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით ეს ყველაფერი აი აქ, ხო? აქ უკვე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ რა უფრო შეფერება თქვენს ვითარებას, თქვენს სიტუაციას. კარგი. ამ ადამიანის შესახებ მეორე პოზიციას აქვს წარმოდგენა საერთოდ? არა, და რაღაც არც ხართ დაინტერესებული. ანუ არც არის დაინტერესებული. არა, თქვენ არ ხართ ამ ადამიანით, ამ პიროვნებით საერთოდ დაინტერესებული და იცნობს ამ პიროვნებას. რაღაც შესაძლოა იყოს აქ რაღაც გაკავშირებდეთ, მაგრამ აი თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ ეს პიროვნება რა, აი საერთოდ რაღაც არ გაინტერესებთ. რატო არ გაინტერესებთ ეს პიროვნება კონკრეტულად? იმიტომ რომ რაღაც აი ასეთ ტიპაჟებს aren. ხო, ასეთ ტიპაჟებს არენდობით. გგონიათ, რომ აი ასეთი ტიპაჟები არიან, მე მივახწევ მის ყურადღებას და მე წავლენ გააგრძელებენ გზას. ასეთ ტიპაჟებს არენდობით და არ გჭირდებათ ასეთი ვიღაცა და შესაბამისად ყურადღებასაც არ უგდებთ ამ სიტუაციას. და ეს პიროვნება რას გრძნობს სინამდვილეში მეორე პოზიციის მიმართ? მას აქვს სურვილი რა გეკონტაქტოთ. მას უნდა უფრო მეტი კონტაქტი და კომუნიკაცია თქვენთან. რატო უნდა უფრო მეტი კონტაქტი და კომუნიკაცია მეორე პოზიციასთან? ძალიან ბევრი ემოციები აქვს მეორე პოზიციის მიმართ ამ ადამიანს, რაღაც გაურკვეველი, მისთვის შეიძლება ეს იყოს გაურკვეველი, მაგრამ თქვენ მას რაღაცნაირად იზიდავთ. რაღაცნაირად ძალიან მოსწონხართ, იპყრობთ მის ყურადღებას და უნდა რომ უფრო მეტად დაგიახლოვდეთ და რაღაც უფრო ახლოს შემოვიდეს თქვენთან, თქვენს სამყაროში. აი ეს უნდა მას. და ეს რატო უნდა? იმიტომ რომ აქ ძლიერი ვნება და ძალიან მოსწონხართ. და რეალურად აქ შესაძლოა რამე გამოვიდეს მეორე პოზიციას, აი ამ პიროვნებასთან ისეთი რა, რაც უნდა მეორე პოზიციას. კი აქ უცნაურია, მაგრამ კი, ანუ კი, ხო? კი თუ არა. ოკეი. აქ ვიჩქარე დასვიდებში. ანუ აქ კიც არა, მაგრამ ისეთი კარტები დაჭდა, მე არ მგონია აქ გამოვიდეს რაღაც ადეკვატური. აქ გამოვა რაღაც ესეთი, აქ შესაძლოა გამოვიდეს რაღაც ტოქსიკური მიჯაჭვულობები, ხო. ფორმატი ისეთი იქნება რა, არ იქნება ისეთი, როგორც თქვენ გინდათ, იმიტომ რომ თვითონ ეს პიროვნება ასეთი, თვითონ ეს პიროვნება თავის თავზე ფიქრობს, საკუთარ თავზე, საკუთარ სარგებელზე, თვითონ არაფრის კეთება არ უნდა, ძალიან მოსწონს რა, ეს რაღაცა რელაქსური თემები, რაღაცა ცვლილებები და რაღაცის გაკეთება, გადადგმა, რაღაც ცვლილებები, ტრანსფორმაციები, ძალისხმევა, რესურსის ჩადება, ეს ყველაფერი არ უნდა. აბსოლუტურად ისეთი პიროვნება, რომ აი აქ მე ახლა წამოვწვევი, დავისვენებ, ძალიან კარგ დროს გავატარებ, დავრელაქსდები. რაღაც ასეთი პიროვნებაა და რაღაცების წვალი და რაღაცების ასე ვთქვათ, ჩალში ეზანება არ უნდა. და რა თქმა უნდა ახლა წასია შეიძლება შესაბამისი. კარგი. რა უნდა იცოდეს ამ პიროვნებასთან დაკავშირებით მეორე პოზიცია?
რო ასე იმოქმედებს, ხო, რომ ეს პიროვნება ძალიან სტრატეგიულად იმოქმედებს თქვენს მიმართ. ეცდება ყველანაირად, რომ რაღაცნაირად თქვენი ყურადღება მიიპყროს, ეცდება კომპლიმენტები გითხრათ, ეცდება აქ შესაძლოა ვიღაცამ ეცადოს კიდეც რაღაც მოგართვათ, რომ გეისიამოვნოთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს არის სტრატეგიის ნაწილი და ეს არ შეესაბამება რეალურად იმას, რასაც თქვენ იძებთ. ის არ არის ეს, რასაც თქვენ იძებთ და აქ არ მოტყუდეთ ამაში, ხო, იყავით ყურადღებით, რომ ვიღაც გავკვეველი პიროვნება არ შემოგიძვრეთ ამ უსი-პუსი მუსით, ხო? და შემდგომ თქვენც არ გაგიჩნდეთ რაღაც ემოციები და ეს გამოიწვევს ძალიან ისეთ გაურკვეველ ურთიერთობის ფორმას, რაც არ იქნება დიდად სასარგებლო თქვენთვის და თქვენი ცხოვრებისთვის. კარგი, როგორ იმოქმედოს ამ ადამიანის მეორე პოზიცია? არანაირად. იყავით დისტანცირებული მის მიმართ. არანაირად არ იმოქმედოთ, იყავით დისტანცირებული და ცივი გონებით და საერთოდ შორს დაიკავეთ თავი ასეთ. ან ასეთ ადამიანებისგან, ან ზოგადად ამ კონკრეტულ ადამიანებისგან, ხო, ვისაც როგორ უნდა ისე გამოიყენოს ეს რჩება. და ისე მეორე პოზიცია იცის, რომ ეს ადამიანი არის. კი, მეორე პოზიცია, პირველი პოზიციიდან განსხვავებით, მეორე პოზიცია იცის რაღაცნაირად ამ ადამიანის შესახებ. კი, თქვენ გრძნობთ ახლა ვიზეც არის საუბარი, მიახლოებით მაინც შესაძლოა აქ იყოს ეს შეგრძნება, რომ რაღაცნაირად მაინც ვიცით, ხო, ვიზე ვსაუბრობთ. არის ვიღაც ისეთი პიროვნება, ვისაც უნდა თქვენი ყურადღების მიღება, ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ის არ არის ასე რომ ვთქვათ. ხო? კარგი, დარჩეს ასე რომ ვთქვათ, თაყვანისცემლად. არც არის მეტი საჭირო. მადლობა მეორე პოზიციას, თუ გაშლა მოგეწონათ, დალაიქეთ, დაწერეთ კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი არხი, ვისაც არ გამოიწერეთ. ხო, ვისაც სურვილი აქვს, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. კარგი, მესამე პოზიციის თაყვანისცემელი, საიდუმლო. აქ ვიღაცა გულნათკენია, მესამე პოზიციის თაყვანისცემელი, ვიღაცა გულნათკენი. ნახოთ, აბა, მესამე პოზიციის თაყვანისცემელის პიროვნება, ბაჩუნეთ. ანუ ასია თუ არაშინია. არა, არის მძიმე ენერგიებში ეს პიროვნება ახლა არის ასეთ სამიან ხმებში თუ ზოგადად არის ახლა არის. ზოგადად ეს პიროვნება არის ესეთი, ვინც თავის გულს არავის არ უხსნის. შესაძლოა მის წარსულში მოხდა რაღაც გარკვეული ისტორიები, რის შედეგადაც არის ეს. შესაძლოა კიდევ სხვა მიზეზიც არსებობდეს. მაგრამ თვითონ არის ესეთი პიროვნება, რომელიც არავის არ უშვებს მის გულთან ახლოს. ძალიან ბევრი ტკივილები აქვს იმ გულში გამოკეტილი, მაგრამ დააქვს ეს ყველაფერი, ცდილობს რომ თავის ჭკუით რაღაც გამოვიდეს ამ ენერგიებიდან, ამ სიტუაციებიდან, მაგრამ აქ არ არის რეალურად გამოსულია ამ თუ არა. კი, მაგრამ არ მგონია რომ მაინც რაღაც მუშაობა აქ რა თქმა უნდა იყო მის მხრიდან, რომ გამოსულიყო ამ სამიანი ხმლებიდან, რომ რაღაც განეკურნა საკუთარი თავი, ეს ტრავმები და ტკივილები, მაგრამ ეს არ იყო
სრულფასოვანი მუშაობა აი ამ სამიან ხმლებზე და მაინც რაღაცაში არის აქ გაჭედილი ეს ადამიანი, რატომაც მაინც არის ამ პოზიციაში შინაგანად, ხო? მაინც შინაგანად რაღაც დახურული აქვს გული, არაფერი ახლოს გულთან არ მექვს, არავის არ უშვებს იქ, არავის მიმართ რაღაც აკონტროლებს ემოციებს, აკონტროლებს თავის თავს და ცდილობს რომ იფიქროს საკუთარ თავზე, მაგრამ ეს გადაუდის შემდეგ ზედმეტ იმაში, ეგოიზმში. რაღაცა ასეთი პიროვნება გვყავს აქ. როგორ გამოიყურები? აბა როგორ გამოიყურები? როგორ და სამი. როგორ გამოიყურება და საკმაოდ მაღალი შესაძლოა იყოს, ესეთი ათლეტური აღნაგობას შესაძლოა ჰქონდეს, განსხვავებულად გამოიყურება, ანუ იმ ადამიანებს, სადაც როგორ თქვა, აი მაგალითად, ან სადაც ის ცხოვრობს, ან სადაც თქვენ ცხოვრობთ, ხო? იმ ადამიანებს არ გავს. ან უცხოელია, ან სხვა ადგილებიდანა, ну, არ არის ისეთი, როგორცაც თქვენ ხართ მიჩვეული, გარეგნობით, ხო? რაღაც უფრო უცხო გარეგნობა აქვს, ისეთი სხვა ადგილიდან როგორც უცხოელს, ხო, რაღაც ისეთი გარეგნობა შესაძლოა ჰქონდეს თქვენთვის, ან ზოგადადაც ასეთი გარეგნობა აქვს. შესაძლოა აქ იყოს ისეთ შერეული გარეგნობა, ხო? აი ასეთიც და ასეთიც, რაც ისეთ შედეგს იძლევა ჯამში, რომ ვაუ, რაღაც ასეთი გარეგნობა არ მინახავს. ასეთიც შესაძლოა იყოს აქ. ერთი სიტყვით საინტერესო, მიმზიდველი გარეგნობა. რო შევაჯამოთ, ხო, რაღაც ასეთი. კარგი. და რა გრძნობები აქვს ამ ადამიანს მესამე პოზიციის მიმართ? აქ ძლიერი ლტოლვა, მიზიდულობა, სურვილი, რომ თქვენს მიმართ განავითაროს ემოციები. აქ შეყვარება არა. აქ მოწონება არის თქვენს მიმართ ძალიან ძლიერი მოწონება არის და მიზიდულობა თქვენს მიმართ. აქ უნდა რომ თქვენთან უფრო მეტი დრო გაატაროს, ან უფრო ხშირად შეგხვდეთ და რაღაც დროდადრო უფრო მეტი კომუნიკაცია გქონდეთ. აი ესაა სულულად. რატომ აქვს ამის სურვილი? აქ უნდა რომ თავისი აქ რაღაც მისი პიროვნული საკითხები, აქ რაღაც თვითონ უნდა რომ თავის თავს რაღაც დაუმტკიცოს, რომ აი ასეთმა ადამიანმა მე გამცა პასუხი, ან ასეთი ადამიანის ყურადღება მივიბყარი, ესე იგი ყველაფერი კარგათაა, ესე იგი მე მაგარი ვარ, ესე იგი რაღაცა მისი შინაგან და პლუს მისი შინაგან აი ამ დაჭრილობას სურს რომ ვინმე მიაქციოს ყურადღება, მისცეს სიყვარული და ესეც არის აქ, რომ ამით უფრო ეს არის რეალური მამოძრავებელი ძალა მისი. კი, არის ემოცია, იმისი რომ მაგალითად მიმზიდველი ხართ მისთვის, გაინტერესებთ მას და უნდა თქვენთან კომუნიკაცია, მაგრამ სიღრმისეულად არ არის ეს ემოციები, ხო? რეალურად ეს არის მხოლოდ და ამის უკან იმალება ის, რომ უნდა რომ აი კონკრეტულად თქვენგან მიიღოს ეს ყურადღება და სითბო, იმიტომ რომ თქვენ მისთვის რაღაც გამორჩეულად მიაჩნი ხართ, განსხვავებული პიროვნება ხართ, თუ რომლის ყურადღებასაც თუ მიიღებ, ესე იგი შემდგარი ხარ, ხო? რაღაც ასეთი. და პლუს კიდევ თვითონ ძალიან ისეთ ძიმე ენერგიაში არის საკმაო, მე ვიტყოდი, რაღაც ნაწილი მისი ცხოვრების, არ ვიცი ამას იაზრებს თუ არა, მაგრამ უნდა რომ აი რაღაც ამ მდგომარეობიდან ვინმემ გამოიყვანოს. თუმცა ეს შესაძლოა არა ცნობიერად ხდებოდეს და არ ქონდეს საერთოდ გაცნობიერებული ის რას ისეთი დიდი შესაძლებლობა. კარგი და მესამე პოზიციამ საერთოდ იცის რომ ეს ადამიანი, ანუ იცნობს ამ ადამიანს. კი, იცნობთ ამ ადამიანს. აქ შესაძლოა ან საერთო მიზანი გაკავშირებით, საერთო საქმე გაკავშირებდეთ, რაღაც გაკავშირებთ. რა აკავშირებთ? რაღაც საქმე, ოჯახური თემა, საქმე, არ ვიცი, შესაძლოა საქმეები ოჯახთან დაკავშირებით, მაგრამ რაღაც საქმეები აშკარად გაკავშირებთ ამ ადამიანთან და იცის მესამე პოზიციამ, რომ ამ ადამიანს მოსწონს თქვენ, რაღაც იცი, რაღაც ეჭვები გაქვთ და შესაძლოა რაღაც ინფორმაცია მოგეპოვებოდეთ ამ ადამიანის მიმართ. მაგრამ რაღაც ვერ ვიტყვი აქ, რომ კი იცით რომ ემოციები აქვს. ასე ვერა, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად მალავს ეს ადამიანი ამ ემოციებს. მაგრამ რაღაცეებს თქვენ შესაძლოა ეჭვებდეთ აქ. და რეალურად მესამე პოზიციას აინტერესებს ეს არა. ანუ თქვენ საერთოდ არ გაინტერესებთ ეს პიროვნება.
არანაირად. არ აინტერესებს, იმიტომ რომ თქვენი ტიპაჟში არ ჯდება თუ არენდობით. არენდობით. თქვენთვის ეს არის რაღაც არასანდო პიროვნება და მას თქვენ არ ენდობით. არ მიგაჩნიათ სანდოდ და არ ენდობით. მართლა ასეც ჯობია რომ არენდოს თუ ჯობია გადახედოს. სხვათა შორის საკმაოდ სანდო პიროვნება. ეს პიროვნება და ყველად გგონიათ აქ უმეტე, რა თქმა უნდა საჯარო გაშლა, ხო, ბუნებრივია და ყველას თან შესაძლოა ეს ადამიანი არ იყოს ასეთი, მაგრამ უმეტესობისთვის რეალურად ეს სანდო ადამიანია, უბრალოდ საკმაოდ გულჩათხრობელი ადამიანია, ხო? მაგრამ ისეთი ადამიანია, რომ თუ ვინმე რაღაც ძალიან ახლოს არის მის გულთან, იმას დაეხმარება სულ და იმას არასდროს არ უღალატებს. რაღაც ასეთი პიროვნება. არ არის ეს, არ არის სხვათა შორის ეს მოთამაშე ადამიანი, ხო? აი პირველ პოზიციასთან რაღაც ასწავლიყო. აქ არა. აქ ძალიან გულჩათხრობილი პიროვნება რეალურად, რომელიც ძალიან ისეთია, ერთგული, შემიძლია თქვა, ხო? ასე რომ ამ ადამიანს შეგიძლიათ ენდოთ. ხო? მეტნაკლებად. არ დავივიწყოთ, რომ ეს საჯარო გაშლა, ხო? მაინც ამასაც გავუსვით ხაზი. და ასევე მე მაინტერესებს კიდევ ის, რომ ეხლა მინდოდა რაღაცას კითხვა და დამავიწყდა ახლა. აი, უბრალოდ გაფრინდა ეს აზრი ჩემ გონებიდან. კარგი, გამახსენდება. მე მაინტერესებს, ახლა გამახსენდა. თუ არის აი მესამე პოზიციას და ამ ადამიანის შორის აი რამე ისეთი სტაბილური პერსპექტივა. სხვათა შორის არის, პროსტა აქ ძალიან ბევრი შეცდომები იქნება. აქ მოგიწევთ ძალიან ბევრი რაღაცეების გადალახვა და თუ ამ ყველაფერს გაივლით არის რაღაც პერსპექტივები, მაგრამ აქ გამოვიდა რომ მესამე პოზიციას არ აინტერესებს დიდად ეგ და ეგ უკვე რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია. რადონემდე გაინტერესებთ, რადონემდე არა და გინდათ თუ არა და ზოგადად ამ ადამიანთან დაკავშირებით რა უნდა იცოდეს კიდე მესამე პოზიცია. რეალურად ეს ადამიანი აქ არ არის ბოროტმოქმედი, საკმაოდ კომუნიკაბელურია და მას სურს თქვენთან კომუნიკაცია, გულწრფელი კომუნიკაცია, ხო? მართლა უნდა თქვენი გაცნობა უკეთესად, უფრო ახლოს თქვენთან, ასე რომ ვთქვათ, დაახლოება, უფრო მეტი კომუნიკაცია სურს. არის აქ ამის სურვილი და როგორ მოიქცეს მესამე პოზიცია ადამიანის მიმართ? რაიმე როგორი არგანები, როგორ მოიქცეს და რა არის, რანაირი მოქცევა, აკონტროლოს ეს სიტუაცია და მესამე პოზიციამ თუ არა, არ არის საჭირო. ხო, თქვენგან არ არის საჭირო რაღაცების კეთება, ამ ადამიანის კონტროლი, ამ ადამიანის თან სიტუაციის კონტროლი, თქვენგან ეს არაფერი ეს საჭირო არ არის. თქვენგან მთავარია, რომ თქვენი ფიქროთ თქვენს თავზე, თქვენს კეთილ დღეობაზე, ხო? ჯანსაღ ჩარჩოებში, რა თქმა უნდა, და არა გადამეტებულად მე მხოლოდ. და არანაირი რაღაც ქმედება ამ ადამიანის მიმართ არ არის საჭირო. უბრალოდ, ასე რომ ვთქვათ, მიხედეთ თქვენს ცხოვრებას. ხო, კონკრეტულად ამ ადამიანთან არც არაფერი, აი, საერთოდ არაფერი არ გინდათ. თქვენ მიხედეთ უბრალოდ თქვენ ცხოვრებას. არანაირი ძალისხმევა არაფერი არ არის ამ ადამიანიდან საჭირო. იფიქრეთ თქვენს თავზე. და თვითონ ამ ადამიანთან შევიდეს კომუნიკაციაში თუ არა. ძალიან საინტერესო კიც არა. აქ არ ვიცი. აქ თვითონ თქვენ გადაწყვეტეთ. თქვენ თვითონ გიგრძნობთ გული. ვისთან ღირს შეხვიდეთ კომუნიკაციაში და ვისთან არა. ინტუიცია ამ ყველაფერს გვაწვდის ჩვენ ამ ყველაფერზე ინფორმაციას გვაწვდის. უბრალოდ თავარია გაიგოთ ეს, მოусმინოთ ხო თქვენს თავს, თქვენს ინტუიციას. ეს არის აქ. ასე რომ ასეთი სიტუაცია ცოტა უცნაური კარტები იყო სამივე პოზიციაზე, იმიტომ რომ
პრინციპში ახლა ფარულ თაყვანისცემელზე რო ვაკეთებთ, ხო, გამოდის რაღაც ისეთი ფარული. აი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, ვიღაცა რო სადღაც გამოგიწერს, გადევნიებს თვალს, მოსწონხარ და რაღაცა, მაგრამ რეალურად ეს არც არაფერი არ არის და არაფერს არ ნიშნავს და უბრალოდ არის ვიღაცა ასეთი ადამიანი, ხო? და ეს არის ინფორმაცია და გაშლა ამაზე. ასე რომ ვისაც აინტერესებს და უბრალოდ ან გასართობ დონეზე, ან ინფორმაციულ დონეზე, აი ეს არის ეს ინფორმაცია. აი, გამომტრია ყველაფერი. მადლობა ყველას, ვინც მოისმინა და უყურა ამ გაშლას. აუცილებლად დალაიქეთ, დააკომენტარეთ და ვისაც სურვილი გაქვთ, გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიაზე.